მუდამ სანატრელია ის ფერადი სამყარო და მოგონებები წარსულში რომ დარჩა და ბავშვობა რომ ქვია. ასე კი როდესაც ყველაფერს განსხვავებული ფერებით ხედავ და განსხვავებული ემოციებით გამოხატავ, როდესაც გულწრფელობა ყველაზე მეტად შეგიძლია. ასე კი როდესაც მალე გაზრდაზე ოცნებობ, შემდგომში კი ამ ბავშვურ ოცნებას ბავშვობის მონატრება ცვლის. ის საყვარელი სათამაშოები კი, რომლებიც მუდამ გვერდით ყავდა, ემშვიდობები და თაროებზე ინაცვლებენ. ახლა კი თაროზე შემოდებულმა დათუნიებმა ნინო ჩაკვეტაძის გამოფენაზე გადაინაცვლეს. გამოფენაზე სახელად დათვები ბავშვობიდან. ეს თემატიკა სათამაშო დათვის იდეა საერთოდ მომივიდა დათვიდან, რომელიც ჩვენ სახლში ცხოვრობს უკვე დაახლოებით 40 წელია. საკმაოდ ძველია და თავიდან იდეა მქონდა, რომ ძველი დათვები შემეგროვებინა, გამეკითხა ახლობლებთან, თუ იმეს ყავდა შემორჩენილი, მაგრამ ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. ცოტა რაოდენობის შეგროვდა ძალიან ასეთი დათვები და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ცოტა თანამედროვე, უფრო ახალგაზრდა დათვებით რომ შემევსო ეს ჩვენი კოლექცია. და ნახატებშიც გადავწყვიტე ყველა ნახატში აუცილებლად სადმე ყოფილიყო ეს სათამაშო. ანუ აი ამ გამოფენისთვის შექმნილი ნახატებში. გამოფენაზე დაახლოებით 30-მდე ნახატი არის წარმოდგენილი. ყველა ნახატში არის დათვი, სათამაშო დათუნია. და რა ვიცი, ხა ხალხი რომ მოდის, სულ ყველას თავისი სათამაშო დათვი ახსენდება. ზოგმა მოგვიტანა კიდევაც და გვათხოვა გამოფენისთვის, ყოველდღე ვიღაცა შემოდის და მოყავს თავისი ბავშვობის დათვი. და ასე უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი გამოფენა. სათამაშო დათვები, სხვადასხვა სახის სუვენირები, საახალწლო გარემო, კედელზე კი შესანიშნავი ნახატები. ამ ზღაპრული გარემოს ნახვა მხოლოდ ნინო ჩაკვეტაძის გამოფენაზეა შესაძლებელი. აკრილის საღებავებით შესრულებული ნამუშევრებიდან უდიდესი სითბო და დადებითი ემოცია მოდის. ემოცია, რომელიც მუდამ თანსდევს ბავშვობასა და მის მოგონებებს. სწორედ ამ მოგონებებმა გადმოინაცვლეს გონებიდან ტილოზე, სადაც აღბეჭდილია საახალწლო განწყობა. თოვლი, ზამთარი და ყველა ის ელემენტი, რომელიც შობა ახალწლოსთან ახლავს და ბავშვობასთან ასოცირდება. ნამუშევრები გამოირჩევა საოცარი სითბოთი. ყოველთვის გავსებს აი ამ სითბოთი, სიყვარულით და გაბრუნებს მართლა ბავშვობაში. აი ეს გამოფენაც რაღაც განსაკუთრებულია. მე პირადად მართლა მყავდა ბავშვობაში საყვარელი დათვი და ჩემთვის ეს მართლა ძალიან დაკავშირებულია ბავშვობის მოგონებებთან. ყველა ნახატი არის უთბილესი. არც აი ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ, მით უმეტეს ამ ჩვენ დაძაბულ დროში, როცა ყველგან სტრესული სიტუაცია, ეს რაღაცა პატარა სამოთხეა, ესე მგონია, ესეთი განტვირთვა შეიძლება აქ ადამიანმა მიიღოს. ძალიან დიდი სიამოვნებით მოვდივარ ყოველთვის. გარდა ნახატებისა, გამოფენაზე შესაძლებელია ჩანთების, მაისურებისა და სხვა სუვენირების შეძენა, რომლებზეც ნინო ჩაკვეტაძის ნახატებია გადატანილი. ასევე ამ თემატიკასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ახალი მისალოცი საშობაო ბარათები, აქაც დათვის თემა არის. ასევე კალენდარი გვაქვს 2016 წლის, აქაც დათვის სათამაშო დათუნიას თემატიკა არის და სხვადასხვა სუვენირებიც გვაქვს ჩვენს გალერეაში. შემოვდივართ აბსოლუტურად სხვა სამყაროში ხვდებით. სიმშვიდეა, ბავშვობა, მართლა ყოველგვარი სტრესისგან იხსნება ადამიანი და ბრუნდები შენ ბავშვობაში რა. განუმეორებელი შთაბეჭდილებაა და ბედნიერი ვარ, რომ ნინოს ვიცნობ. თითქმის ბავშვობიდან, აი იმ პერიოდიდან, სადაც დათვები ყავდა, ცოტათ. აი ამ სივრციდან, ამ სამყაროდან ულოცავ ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს, იმიტომ რომ ბავშვობაში ვარ დაბრუნებული, ყველას ულოცავ შობა ახალწელს. გალერეაში უკვე უამრავმა დათვმა მოიყარა თავი, მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება. გამოფენის დასრულების შემდეგ კი სათამაშოების გარკვეულ ნაწილს პატარებს უსაჩუქრებენ, რითიც კიდევ უფრო გაულამაზებენ ბავშვობას. ჩვენ ამ ზღაპრული გარემოდან გილოცავთ შობა ახალწელს. თითოეულ პატარას კი ვუსურვებთ ბედნიერ, მხიარულ და ფერად ბავშვობას.